მრავალმა სხვა მეცნიერმაც დააჩინა თავისი კვალი ევროპაში ქართველოლოგიის განვითარების საქმეს, მაგრამ მათ ჰყავდათ დიდი წინამორბედი. გასული საუკუნის მიწურულსა და ჩვენი საუკუნის დასაწყისში იტალიაში მცხოვრები ერთი ლტოლვილი კაცი მიხეილ თამარაშვილი, პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც ევროპას გააცნო საქართველოს ისტორია. უცხოელი ორიენტალისტებისათვის დღესაც უმაღლეს წიგნად ითვლება ბიბლიოგრაფიული იშვიათობა მიხეილ თამარაშვილის, ანუ მიქელ თამარატის, რომში ფრანგულად გამოქვეყნებული 700 გვერდიანი ნაშრომი საქართველოს ეკლესიის ისტორია. ამ წიგნის დაბადებას ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა გამოეხმაურა, მაგრამ სამწუხაროდ ის დღემდე არაა თარგმნილი ქართულად. ის არ დაჯერდა მხოლოდ ფრანგულისა და ლათინურის შესწავლას. 3 წელი მადრიდში მოანდომა სწავლას და მერე პარიზის წმინდა ლაზარეს დიდი სასულიერო სასწავლებელიც დაამთავრა. განათლებით და მაღალი ზნეობით აღსავსე დაბრუნდა მიხეილი სამშობლოში თავისი ერის სამსახურად, მაგრამ საქართველოს იმდროინდელმა უბედითობამ აიძულა ისე უცხოეთში გადახვეწილიყო, საიდანაც ცოცხალს აღარც ეღირსა დაბრუნება. იტალიაში დასახლდა და იქ რომის უმაღლესი სასულიერო აკადემიაც დაამთავრა თეოლოგიის დოქტორის წოდებით. ტრაპიზონისა და ლონდონის, კონსტანტინოპოლისა და პალერმოს, რომისა და პარიზის, მოსკოვისა და ფლორენციის არქივებსა და წიგნსაცავებში მუდამ უსახსრო, თითქმის მშიერ მწყურვალ მიხეილ თამარაშვილს თავისი ქვეყნის სიყვარულმა და მეცნიერულმა დაუოკებელმა ჟინმა მოაძიებინა მანამდე მიუკვლეველი ისეთი მასალები, რომელთა გარეშე დღეს წარმოუდგენელია ქართული ისტორიოგრაფია. იტალიიდან მოვიდა ეს შავარშიიანი სამგლოვიარო ბარათი. მიხეილ თამარაშვილმა ზღვისპირა დაბა სანტა-მარინელაში დასახჭობად განწირული იტალიელი მუშა გადაარჩინა და თვითონ ტრაგიკულად დაიღუპა 53 წლისა. მასთან ერთად დაიღუპა მისი მოწაფე და კოლეგა, ახალგაზრდა მეცნიერი ფრატერ ავგუსტო. დიდი პანაშვიდი გადაუხადეს იტალიელებმა გმირულად დაღუპულთ. ამ ტრაგედიას ფართოდ გამოეხმაურა იტალიური პრესა. ცნობილი იტალიელი მეცნიერი პროფესორი მივსუდი ყვება, რომ რომის ერთ-ერთ არქივში დაცულია ევროპის ქვეყნების ამ წიგნზე დაწერილი 5,000-ზე მეტი რეცენზია. გადავწყვიტეთ გავეცნოთ რომისა და რომის პროვინციის ყოველი ქალაქის სასაფლაო არქივს. მისამართი სწორი აღმოჩნდა. სანამ საფლავის კვაზე ჩვენს გვირგვინს დავუმაგრებდეთ, სასაფლაოზე შევიტყეთ, რომ იტალიაში თურმე ერთი მკაცრი კანონი მოქმედებს. საფლავი იმდენ ხანს ინახება, რავადითაც ფულია გადახდილი. მერე კი აუქმებენ და ადგილსაც ხელმეორედ ხიდიან. ასე რომ სამუდამო განსასვენებელიც არ ყოფილა სამუდამო. და მიხეილ თამარაშვილის საფლავი რომ 67 წელი არსებობს, ვინ შეინახა ამდენ ხანს სამუჭირის უფლო კაცის საფლავი? ასეთი ვალი ვინ დაგვდო ქართველებს? ვინმე კორნოლატო კურციო. ვინ არის კორნოლატო კურციო? როდის გადაიხადა ფულიან და რავადით? ამის შესახებ აქ არავითარი ცნობა არ გააჩნიათ. ის დღეს ალბათ ცოცხალი არცაა, მაგრამ იქნება ვიპოვოთ ვინმე მისი შთამომავალი და მადლობის სიტყვა მაინც უთხრათ. მრავალი ტომი გადასინჯეს კაპელის მსახურებმა და თუმცა კურციოს კვალი არსად აღმოჩნდა, მაინც მეტად საინტერესო ცნობა ვიპოვეთ.
იმ წიგნში, სადაც მოთხრობილია მიხელ თამარატისა და მისი მეგობარი მეცნიერის ფრატერ ავგუსტუსის დაღუპვის ამბავი, აღნიშნული აგრეთვე, რომ 1912 წელს სანტა-მარინელაში დადგმული ძეგლის მარმარილოს დაფა ეკლესიის ეზოს რეკონსტრუქციის დროს სან ჯუზეპეს კაპელის კედელში შეუდგა. სამოცდაშვიდი წლის შემდეგ მიხეილის საფლავის გახსნა ასე უცნაურად დაემთხვა მისი დაბადებიდან 120 წლის თავს. მოგვიანოდ შევიტყეთ, რომ იტალიელებს მიხეილის ყოფილი საფლავის სამუდამოდ შენახვაც გადაუწყვეტიათ.